აი ასეთი უგემრიელესი ჩიტის რძე უნდა მოვამზადოთ სუფლეს კრემით. 1 წუთითაც არ იფიქროთ, რომ რთული მოსამზადებელია. მოამზადეთ ჩემთან ერთად და მიხვდებით რამდენად ადვილია. თან ასეთი გემრიელი და თან ასეთი ეფექტური გააოცებთ სტუმრებს. მე მაქვს 8 ცალი M კატეგორიის კვერცხი. თუ გამოიყენებთ 0 L კატეგორიის კვერცხს, ისინი უფრო დიდი ზომისაა და აიღოთ მხოლოდ 7 ცალი. ცილა განვაცალკევოთ ისე, რომ გულები არ გაჰყვეს და აუცილებელია ჭურჭელი იყოს მშრალი, თანაც შუშისა, რადგან პლასტმასი გარეცხვის მერეც ინარჩუნებს ცოტა ცხიმებს. ამან შეიძლება იმოქმედოს ბეზეს ხარისხზე. ცილას დავაფაროთ და დროებით გვერდზე გადავდგათ. კვერცხის გულებს კი დავაყარე მწიკვი მარილი, 120 გრამი შაქარი, ვანილი და გავთქვიფოთ. შაქარის ზუსტი დოზა არ არის აუცილებელი, კოვზობით დაგიწერთ ამ ვიდეოს აღწერაში რამდენია, ცოტა მეტ-ნაკლებიც არაუშავს. კვერცხის გულები უნდა გავთქვიფოთ კარგად, თითქმის უნდა გასამამაგდეს და გაღიავდეს. ვამატებ 5 სუფრის კოვს თბილ რძეს, ეს დაახლოებით 60 მილilitrია. მალევე დავამატებ 5 სუფრის კოვს ზეთს, ან გამდნარი კარაქი დაამატეთ. ესაც დაახლოებით 60 მილilitrია. მიქსერი აღარ დაგჭირდება, გვერდზე გადავდგათ და გაცრილ 150 გრამ ფქვილს დავამატე 1/9 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. შეგიძლიათ 1 ჩაის კოვზი სოდით ჩაანაცვლოთ. მთელი ფქვილი დავაცრათ კვერცხის მასას. აქ თუ გინდათ კაკაოიანი ბისკვეტი, 3 სუფრის კოვზი ფქვილი ჩაანაცვლეთ 3 სუფრის კოვს კაკაოთი და ისე დააცარით. ფქვილი ხელით უნდა შეურიოთ ხის კოვზით ან სილიკონის კოვზით. მე ჯერ ამ ხელის სათქვეფით კარგად შევურევ, ბოლოს კი გამოვიყენებ სილიკონის კოვს. ცომი უნდა იყოს აი ასეთი სქელი არაჟნის სისქისა. თუ თქვენი ცომი უფრო თხელი გამოვიდა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი კიდევ დაამატეთ. მე ვაწყობ ამ მარეგულირებელ ფორმაში, რომელის გვერდები არის 28 სანტიმეტრზე. ამ ფორმას ძირი არ აქვს და გარედან შემოვაკარი ალუმინის ქაღალდი. შიგნით ჩავაფინე საცხობი ქაღალდი. ცხება წინასწარ გახურებულ ღუმელში 170-180 გრადუსზე. 12-15 წუთი დასჭირდა ჩემთან. კარგად უნდა გამოშრეს, მზაობა ჩხირით გასინჯეთ, გამოვთე ღუმელი და დავტოვე ღია კარები ცოტახანი რომ შეგრილებულიყო. ამოვიღოთ ფორმიდან და დავდე სეტკა ბადეზე სრულ გაციებამდე. აი ასეთი თხელი და ფუმფულა გამოდის. ბისკვიტი სრულად რო გაცივდება, მერე ვიწყებთ სუფლეს მომზადებას. აქ მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ პარალელურად, ამიტომ დააკვირდით თანმიმდევრობას. ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და ოთახში არ უნდა ციოდეს. 200 გრამი ოთახის ტემპერატურის დარბილებული კარაქი მაქვს და 100 გრამი შესქელებული რძე. კარაქი მოვათავსოთ თასში, ვამატებ ვანილს და გავთქვიფოთ. გათეთრებამდე 3-4 წუთი მაინც უნდა ვთქვიფოთ. უნდა მივიღოთ კრემისებური მასა. ვამატებ შესქელებულ რძეს და კარგად შევურიოთ ერთმანეთში. კრემი უნდა დავტოვოთ ოთახში, არ უნდა გამაგრდეს, უნდა დარჩეს რბილი ან დავდგათ სადმე თბილ ადგილას. პატარა თასში მოვათავსე 20 გრამი ჟელატინი. ამ შეფუთვაში 18 გრამია და მე მეტი არ დამიმატებია, ისე 20-25 გრამი კი ჭირდება. მით უმეტეს ცილა თუ კარგად არ გაგიმყარდა, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სიროფით ცილა მე კარგად გამიმყარდება, ამიტომ ცოტა ნაკლები არაუშავს. ვასხამთ დაახლოებით 50 მილილიტრ წყალს, ისე რომ ჟელატინი კარგად დაიფაროს წყლით და ჩარბილდეს. ეს ჟელატინი გამოყენების წინ მიკროტალღოვანში ან ორთქლის აბაზანაზე უნდა გავადნოთ. დროებით გვერდზე გადავდგათ, ჩვენ კი დავიწყოთ სიროფის მომზადება. პატარა ქვაბში მოვათავსე 350 გრამი შაქარი. ვამატებ 150 მილილიტრ წყალს. შემოვდგათ და მორევის გარეშე დავველოდოთ, რომ ადუღდეს. როგორც კი ადუღებას დაიწყებს, ინტენსიურ ადუღებას რო დაიწყებს, დრო დავინიშნოთ. თან ცეცხლს ჩაუწიოთ საშუალოზე, თუმცა უნდა დუღდეს აი ესე ინტენსიურად, ბუშტულებით.
3 წუთი რო იდუღებს, დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა ან 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი დაასხი. აქ ერთხელ კოვზით მოვურიოთ და ისევ დავტოვოთ მორევის გარეშე იდუღოს კიდევ 4 წუთი. სულ 7 წუთი უნდა იდუღოს, ან თერმომეტრით უნდა გასინჯოთ, ტემპერატურამ უნდა მიაღწიოს 125 გრადუსს და სიროფი მზად იქნება. თუ ცივ წყალში 1 ჩაის კოვს სიროფს ჩააგდებთ, ბურთად უნდა შეიკვრას. ეს მთლად უკეთესი და ჩვენი სიროფი მზად არის. სიროფს რომ გადმოვდგათ, მაქსიმუმ 9 წუთი შეგვიძლია დავაყოვნოთ, მაშინათვე უნდა ჩავასხათ გათქვეფილ ბეზეში. ამიტომ, სანამ სიროფი იხაშებოდა, მე ბეზეს გათქვეფა უკვე დავიწყე. ბეზეს მწიკვი მარილი დავამატე და ისე გავთქვიფე გამყარებამდე. აქ ჩვენი ჟელატინი უკვე უნდა გავადნოთ ან მიკროტალღოვანში, მე აქვე ღუმელზე ყავის მადუღარაზე დავდგი, სადაც ცოტა წყალი დუღს, თან ნელ ცეცხლზე. ახლოსვე უნდა იყო, რომ ძალიან არ გაცხელდეს ჟელატინი. დავიწყე სიროფის დამატება, ვამატებთ წვრილი ნაკადით, თან იმ ადგილას ვთქვეფავთ. ცხელცხელი სიროფი ცილას გააცხელებს და სიროფი რო დამთავრდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თქვეფა, სანამ ცილა კარგად არ გამყარდება. უნდა ღრუბელივით გახდეს. ჯამზე ხელს რომ მივადებთ, მივხვდებით, რომ ის არის ცხელი და უნდა შეგრილდეს. ბოლოსკენ უკვე ვამატებ გამდნარ ჟელატინს და კარგად შევურიოთ, რომ ჟელატინი თანაბრად გადანაწილდეს. ამ დროისთვის ჩვენი კარაქის კრემი თბილ ადგილას უნდა გვედგეს, რომ ცილა და კარაქის კრემი ერთი ტემპერატურისა იყოს. მე ჩემი ცილა უფრო დიდ თასში გადავიტანე, რომ კარაქის დამატებაც შევძლო. ვამატებ კარაქს ესე პორციებად, ცილა ცოტა ჩავარდება, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ეს ნორმალურია. ბისკვიტი უკვე მზად ამაქვს ფორმაში, რომელსაც გვერდებზე საცხობი ქაღალდი დავატანე, გადავიტანოთ მთელი სუფლე ბისკვიტზე და კარგად გავასწოროთ. შემდეგ ამას ზემოდან შოკოლადს ვასხამთ, თუმცა მე დასხმამდე ცოტა სუფლე გადავიტანე საკონდიტრო ტომარაში და ზემოდან აი ასე მოვთავ. ეს აუცილებელი არ არის, თქვენ შეგიძლიათ მთლიანი სუფლე ზემოდან მოათავსოთ, გადაასწოროთ და შეინახოთ მაცივარში რამოდენიმე საათი. ზემოდან მე ცოტა კაკაო მოვაფრქვი, იმიტომ რომ განსაკუთრებულ გემოს აძლევს და მე ეს მომწონს. ასე გაფორმებულ შოკოლადს ვერ მოვასხამ, ამიტომ მე ზემოდან მოვაწუწე. ეს მინანქარი კაკაოს ფხვნილზე მოვამზადე, დოზებს დაგიწერთ ამ ვიდეოს აღწერაში. ადვილი მოსამზადებელია, საბოლოოდ გამოგვივიდა აი ასეთი მადის ამხვრელი ნამცხვარი, ძალიან გემრიელია. მე ის უკვე 5 წუთშივე დავჭერი, ნახეთ როგორია, საოცარი ჩიტის რძე გამოგვივიდა სუფლეს კრემით. ძალიან ადვილად და სწრაფად მზადდება, არც ერთი ნამცხვარი არ მზადდება ასე უცრებ, არც კრემის მოხარშვა გინდა, არც არაფერი. ამიტომ აუცილებლად გამოვაცხეთ. ამისთვის კი ვიდეო უნდა მოიწონოთ და გააზიაროთ, მეგობრებსაც გაუზიარეთ. მე კი თქვენ დროებით გემშვიდობებით, მალე ისევ შევხვდებით ძალიან საინტერესო რეცეპტებით, იქამდე კი ბედნიერ დღეებს გისურვებთ.